დიდი მადლობა ბატონ თავმჯდომარე, ყველას მინდა უთხრა ადამიანურად მადლობა, ვინც ამ დღეებში დაინტერესდა ჩემი ჯანმრთელობით, მათ შორის არიან უმრავლესობის წევრებიც, რამდენიმე ადამიანი და მათაც მინდა გადაუხადო დიდი მადლობა. ასევე მინდა გამოვეხმაურო TV3 ჟურნალისტების გატაცების ფაქტს და ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა დღეს ჩვენი ქვეყნისათვის, პარლამენტისათვის, აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, თუ არა ამ ადამიანების დახსნა ტყვეობიდან და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიანიშნებს იმაზე, რომ ის პოლიტიკა, რომელიც წარმოებული იქნა წელიწად ნახევრის განმავლობაში, არის დასრულებული ფიასკოთი, იმიტომ რომ მათ უხლართებს მოყვა უკვე ადამიანების გატაცება, ჩვენი საზღვრის რღვევა, თვითმფრინავებით და ამ შემდეგ. გასული კვირის მთავარი მოვლენა ალბათ იყო ის, რომ დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ალბათ ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ საარჩევნო გარემოს სამართლიანობის უზრუნველყოფა, თანაბარი პირობების შექმნა პოლიტიკური პარტიებისათვის არის ფუნდამენტური მნიშვნელობის ამოცანა, არა მხოლოდ ამ პარტიებისათვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისათვის. ამ არჩევნებზე ხალხი აირჩევს ადგილობრივ ლიდერებს და პასუხს გასცემს შეკითხვას, რამდენად წარმატებულად მიაჩნია მმართველი გუნდის ქართული ოცნების საქმიანობა წელიწად ნახევრის განმავლობაში. რამდენად ეთანხმება ის იმ ცვლილებებს, რაც საპარლამენტო არჩევნების კვალად განხორციელდა ადგილობრივ თვითმმართველობებში და როგორ აფასებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთელი ამ 18 თვის განმავლობაში ოპონენტ პოლიტიკურ ძალაზე. ხელისუფლებამ აი ამ ცოტა ხნის წინ გუშინ წინ არასამთავრობოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად ბოლოს და ბოლოს გამოთქვა ის ინიციატივა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შეზღუდოს არჩევნებში მონაწილეთა სამართლებრივი დევნა. მაგრამ იმისაც, რომ მორატორიუმის დეკლარირებულ პრინციპებს ჩვენ ვენდოთ, აუცილებელი არის, რომ განთავისუფლებული იქნან ამ დევნისაგან ხონის, დუშეთის, ადიგენის რაიონში პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები. და ძალიან მძიმე არის, რომ დღეს დილას კიდევ იყო დაბარებული პროკურატურაში საგარეჯოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და მხოლოდ ჩვენი ძალისხმევის შედეგად შეჩერდა ეს დევნა და ასევე პროკურატურამ დღესვე აღკვეთი ღონისძიების შევიდა ბატონი როლანდ ახალაიას წინააღმდეგ. ამიტომ სიტყვა ერთი არის, როგორც ჩანს ჩვენი ხელისუფლების და ხოლო საქმე თქვა. არადა რა აქვს სათქმელი ხელისუფლებას? მას რომ მართლაც აეშენებინა თავდაცვის ზღუდეები, მართლაც რომ აეშენებინა 100 ქარხანა, მართლაც რომ შეემცირებინა ბენზინის ფასი, ან გადაეხადა საბანკო ვალები ჩვენი მოქალაქეებისათვის, ან განახორციელებინა ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენი ხელისუფლების სიტყვა და საქმე ასე კატასტროფულად, ასე დრამატულად, რომ არ დაშორებოდა ერთმანეთს და რომ ასე ცინიკურად არ ყოფილიყო მოტყუებული ხალხი, ალბათ აი ეს ზომები არ დაჭირდებოდა ხელისუფლებას და ასეთი დევნა. არ დაჭირდებოდა არც ტიტუშკების დაქირავება, არ დაჭირდებოდა არც გამგეობის თანამშრომლების ორგანიზება პოლიტიკურ პარტიებზე თავდასხმებისათვის, არ დაჭირდებოდა საკრებულოს წევრობის კანდიდატების დაშინება და სამხატვრო სკოლების მასწავლებლების წაყვანა ერთი ქალაქიდან მეორეში სხვა პოლიტიკურ ოპონენტთან დასაპირისპირებლად. მაგრამ დღეს ჩვენ და საუბედუროთ მთელი მთავრობა იმ დაპირებების შესრულების მაგივრად, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, დაკავებული არის და შეპყრობილი არის მართლა კვერცხების როლის მანიით და უწმაწური ლანძღვაგინებით ავსებს ჩვენი ქალაქების და სოფლების ქუჩებს. ეს არ არის ნორმალური ვითარება, ამიტომ ძალიან ძნელია დაჯერება იმის, რომ მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს ამ პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და მეც მინდა მივმართო ჩვენს პარლამენტს, პარლამენტის წევრებს და ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პარლამენტმა იკვრითოს განსაკუთრებული როლი, რათა გაიფანტოს ყოველგვარი ეჭვი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის პირადი